დასავლეთ საქართველოში თხილის ხმობის პროცესი ბოლო რამდენიმე წელია შეიმჩნევა, თუმცა წელს გაცილებით დიდი მასშტაბი შეიძინა. დარგობრივი ასოციაციის ინფორმაციით, დაზიანებულია 7000 ჰექტარზე მეტი ფართობი და ხმება განსაკუთრებით ევროპული ჯიშის თხილის ბაღები, რის მიზეზიც ბაქტერიული დაავადებაა. ამ დაავადებას ბოლო წლები ებრძვის არაერთი ქვეყანა, მათ შორის თხილის ბაზრის მთავარი მოთამაშე თურქეთიც. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ დაავადებასთან ბრძოლისთვის საჭირო წამლობა ფინანსურად საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს, ამიტომ მერაბ ჭითანავა მიიჩნევს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება ფერმერებს სახელმწიფომ გარკვეული დახმარება გაუწიოს. თხილის ხმობის პრობლემა დღეის მდგომარეობით ჩვენი ხელთ არსებული ინფორმაციით დაახლოებით 7000 გექტარს გადაცდა, დაახლოებით ვფიქრობთ, რომ მთელი ფართობების 10%-ზე არის და ამ მომენტისათვის მხოლოდ გავრცელებული. თუმცა მიუხედავად ამ ციფრის სიმცირისა, პრობლემა ის არის, რომ ყოველწლიურად ეს შეიძლება გაორმაგდეს. გვაქვს პროტოკოლი, რომლითაც შეიძლება ამ პრობლემის შეჩერება და ხმობის გავრცელების გაჩერება ბაღებში, რაც არის სპილენძით ინტენსიური წამლობა პირველ რიგში და რამოდენიმე ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენება, თუმცა პირველ რიგში სპილენძის წამლობები. პრობლემა ის არის, რომ სპილენძის წამლობა ძალიან ძვირია ბაღში და ალბათ მინიმუმ ფერმერისგან მოითხოვს გექტარზე 1000 ლარის აგროქიმიკატის შეძენას, აუცილებელია რომ რაღაცა გარე დახმარება გაჩნდეს ამ პროცესში, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ შეეხიდება სექტორს. თხილის ხმობით გამოწვეული პრობლემის პარალელურად სექტორში წელს როგორც მოსავლიანობის, ისე სარეალიზაციო ბაზრებზე არსებული ფასის კუთხით დადებითი დინამიკა. იქიდან გამომდინარე, რომ ბაქტერიული დაავადების გამო თხილის ბაღების 40% განადგურდა თურქეთში და ასევე იმავე მიზეზით მოსავლიანობა შემცირებულია იტალიაშიც, თხილზე წარმოქმნილმა დეფიციტმა საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტზე ფასის ზრდა გამოიწვია. თუ ევროპაში გასულ წელს თხილის სარეალიზაციო ფასი 7 ევროს ფარგლებში იყო, წელს თხილის ღირებულება 10-10.5 ევროა. ადგილობრივ ბაზარზე კი თხილი 2-3 ლარით უფრო ძვირი ღირს ვიდრე შარშან. თურქეთი არის პირველი მწარმოებელი თხილის. წელს თურქეთმა გამოაცხადა დაახლოებით 40%-ით ნაკლები მოსავალი, ვიდრე მათ ჰქონდათ შარშან. დაახლოებით 40-50%-იანი ვარდნა აქვს მოსავლის რაოდენობაში იტალიასაც, რაც საფასო ნაწილზე პოზიტიურად აისახა. წელს უკვე გვაქვს სეზონის დასაწყისში დაახლოებით 25-დან 30%-მდე გაზრდილი ფასები, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში ჰქონდა, რაც მნიშვნელოვანი და კარგი სიახლეა ფერმერებისთვის. და ვფიქრობ, რომ ფასის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება. გარკვეულ ფართობებზე თხილის ხმობის მიუხედავად, რამაც საპროგნოზო მოსავლიანობა ფაქტია შეამცირა, წელს რაოდენობრივად გასულ წელთან შედარებით თხილის მოსავალი გაზრდილია. ფერმერების ნაწილი, რომლებმაც მოსავალი უკვე დააბინავეს, რეალიზაციას არ ჩქარობენ, რადგან მოლოდინია, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის დეფიციტიდან გამომდინარე ფასი თხილზე კიდევ შეიძლება გაიზარდოს. ფასი შედარებით უფრო მაღალი იქნება წელს, მინდა რომ ფერმერი გავახარო და მინდა ისიც აღვნიშნო, რომ საქართველოში სხვა რეგიონებთან შედარებით მე ვიძახი თურქეთს ძირითადად ძალიან კარგი მოსავალი არის. მოსავლიანობით ჩვენ ვფიქრობთ, რომ 10%-ით მეტია ვიდრე შარშან იყო და ფასი გაცილებით მეტი იქნება ვიდრე შარშან. წელს მსოფლიო ბაზარზე არის ძალიან მაღალი ფასი თხილის, დღეის მდგომარეობით ხარისხიანი თხილი 7-დან 8 ლარამდე ღირს, რაც შარშან დაახლოებით 1.5-2 ლარით ნაკლები ღირდა. დღეის მდგომარეობით საქართველოდან თხილის ექსპორტი საშუალოდ ხდება ევროპაში, ლავირებს ხარისხიდან და კალიბრიდან გამომდინარე, ამიტომ გამიჭირდება ესე ციფრის დასახელება, მაგრამ დაახლოებით 10 ევროდან 10 ევრო ნახევარ შორის არის რეალურად ფასები ექსპორტის ევროპაში ჩატანილი თხილის. რაც შარშან მაგალითად იყო 7 евро. ქართული თხილის ექსპორტი უფრო აქტიურად სავარაუდოდ მომდევნო თვეებში განხორციელდება, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში თხილის მოსავლის აღება დასრულდება, თუმცა მიმდინარე წლის 7 თვის სტატისტიკის მიხედვით ზრდა ექსპორტში უკვე საკმაოდ თვალსაჩინოა. წელს იანვარ-ივლისში საექსპორტო ბაზრებზე უკვე გაიყიდა 56 მილიონ დოლარამდე პროდუქცია, 20 მილიონი დოლარით მეტი ვიდრე შარშან. საანგარიშო პერიოდში ქართული თხილისთვის მთავარი გასაღების ბაზრები ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია და ისრაელი არიან.